ანუ ჩვენ უმეტესობა ამ პროდუქტს ვიცნობთ აი ესეთ ფორმაში, ანუ ესეთი ვიზუალით და კი, ანუ მისი დაფარვები და ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე შეიძლება მე დამატებით კიდე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეხლა მინდა რომ თქვენი ყურადღება ძირითადად მის შიგთავსზე გავამახვილო. ანუ DSP, ანუ მერქან-ბურბუშელოვანი ფილა, ქართული დასახელებით, ეს არის ფილა, რომელიც შექმნილია ხის ნახერხის და წებოს კომბინაციით, ანუ შესაბამის ტემპერატურაზე და წნევაზე დაპრესვით. და აი ეს ორი პარამეტრი, ანუ რომელი წებოა გამოყენებული და როგორი ნახერხი არის გამოყენებული, ახდენს ძალიან დიდ გავლენას საბოლოო პროდუქტზე. შეიძლება ერთი შეხედვით, ანუ არც გვეფიქრა, რომ ხის სახეობაც კი, რომელიც DSP-ში გამოიყენება, მის სიმტკიცეზე, სიმყარეზე, დამუშავების შემდგომ გრადობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ამ პარამეტრებს ახლა ნელ-ნელა გაჩვენებთ. ანუ პირველი, რაც გვაინტერესებს, ანუ როგორი უნდა იყოს სწორი DSP, ხო? ანუ ეს არ არის უბრალოდ დაპრესილი ნახერხი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მასაც მკვეთრად გამოკვეთილი ტექსტურა აქვს. ნახეთ, თუ დააკვირდებით, ანუ ბევრად უფრო მსხვილი ნახერხი მის შუაში, შიდა ფენებში და დაფარვასთან ახლოს უფრო წმინდა ნახერხი. ეს გვაძლევს რას? ანუ დაფარვასთან ახლოს წმინდა ნახერხი უზრუნველყოფს იმას, რომ აი ეს დაფარვა მელამინი კარგად დაფიქსირდეს, ტექსტურა და ფორმები სწორად მივიღოთ და შიგთავსი, ანუ შედარებით მსხვილი პროექციის ნახერხი გვაძლევს იმას, რომ ფილა იყოს დრეკადი და სწორად, ასე ვთქვათ, დაჭრის და დამუშავების მერე ფილა არ დაიღუნოს. ასევე თავში და ბოლოში შედარებით წვრილი პროექციის ნახერხი გვაძლევს იმას, რომ ფილამ კარგად დააფიქსიროს ხრახნი და აწყობის დროს, ანუ რამდენად მყარი ავეჯი გამოგვივა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. რა თქმა უნდა, ამაზე ასევე გავლენას ახდენს ფილის სიმკვრივეც და სიმკვრივის ნაწილზე და წონაზე ცალკე ვილაპარაკოთ მე შემდეგ. მაგრამ, ანუ პირველი შევაჯამოთ აი ეს ნაწილი, ანუ სწორი DSP უნდა იყოს აი ესეთი, მსხვილი პროექციის ნახერხი შიგნით და ზევით და ქვევით იყოს წმინდა პროექცია. შეიძლება, ანუ არსებობს ბაზარზე ანალოგები, სადაც ეს თემა დაცულია და ანუ წმინდა ნახერხი გვაქვს თავში და ბოლოში და მსხვილი შუაში, მაგრამ აი ეს წმინდა ნახერხიც, ანუ რამდენ მილიმეტრზე ჩამოდის და რა სისქეზე არის ჩამოსული, ამასაც აქვს მნიშვნელობა. წინაზე ჩვენ ვახსენეთ, რომ რაღაცები ხშირად უბრალოდ ბუტაფორისთვის არის ხოლმე გაკეთებული. თუ აქ მე 9 მილიმეტრი წმინდა ნახერხი მექნება, კი წმინდა ნახერხი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმ ფუნქციას არ ასრულებს, რისთვისაც ეს ყველაფერი არის გაკეთებული.